მოგესალმებით პალიტრის ერთგულ მაყურებელს. მოკლედ დღეს ძალიან საინტერესო თემა შევარჩიეთ. ხელოვნური ინტელექტი და მისი გავლენა მოზარდებზე. ჩვენ ვიცით, რომ ხელოვნური 인ტელექტი ეს არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლე, ეს ერთგვარი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ნამდვილად უკვე იქცა და უნდა ითქვას, რომ სასკოლო სივრცეში საკმაოდ აქტიურად შეიჭრა ხელოვნურმა ინტელექტმა, განსაკუთრებით იქ, სადაც მოზარდების ჯერ კიდევ ემოციური უნარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში არიან. და რა თქმა უნდა, ამ პროცესთან ახლავს რა თქმა უნდა შესაძლებლობები და ამავე დროს რისკები. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ დღეს ჩვენ სტუმართან ერთად. ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე იმყოფება ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. ძალიან დიდი მადლობა მაგდა დათმობილი დროისთვის. მოკლედ რომ თქვენ როგორც ფსიქოთერაპევტი, მაგრამ გითხრათ რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს ხელოვნური ინტელექტს ზეგავლენის ნაწილში, განსაკუთრებით მოზარდებთან მიმართებაში. უმნიშვნელოვანესი თემა წამოჭერით დღეს, რადგანაც რეალურად იმ პოზიტივთან ერთად, რაც ხელოვნური ინტელექტს ახლავს, აქვს ნეგატივიც. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხელოვნური ინტელექტის აღმოფხვრა უნდა მოხდეს, ან არ გამოვიყენოთ, ეს არის დამატებითი ძლავრი რესურსი, ეს არის კოლექტიური ცოდნა, რომელიც ჩვენ გაჯეთში გვაქვს და ყოველწამიერად შეგვიძლია მოვეხმაროთ. მაგრამ რა საფრთხე დგება, როდესაც ადამიანი არამარტ ზომიერად იყენებს მას და ხდება ადამიანური რესურსის ჩანაცვლება. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ 3-დან 2 მოზარდი დამოკიდებულია მასზე, როგორც პიროვნებაზე, როგორც მეგობარზე და იყენებს როგორც ადამიანურ საყრდენს. ყოველწამიერ კონტაქტში ეკითხება გარკვეულ რჩევებს, ასევე აზიარებს სენსიტიურ ინფორმაციას. ემოციური ფაქტორების კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომ 3 უკვე ფატალური შედეგი დადგა მსოფლიო მასშტაბით, როცა მოზარდმა ძალიან ცუდად თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე, ამიტომ დადგა ეს საფრთხეები დღის წესრიგში, ეს რელევანტურია, რომ ეს გაჟღერდეს და მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ გარკვეული საფრთხეებიც, მაგრამ არ აღმოფხვრათ, არამედ ვითანამშრომლოთ, როგორც რესურსი, რომელიც გვეხმარება ყოველდღიურობაში, იმისთვის რომ თქვათ, მოვიძიოთ ინფორმაცია, გადავამოწმოთ წყაროებთან, ან გარკვეული კვლევების შესახებ დამატებითი მოსაზრებები გავიგოთ. მაგრამ თუ საუბარია სოციალურ განვითარებაზე, როგორ უნდა გახდეს მოზარდი სოციალური, როგორ უნდა გაიჩინოს კარგი და ახლო მეგობრები. აქ ადამიანების გარეშე შეუძლებელია, ხომ? ადამიანური ურთიერთობები გაცილებით რთულია, ვიდრე გაჯეტთან ან AI-სთან ურთიერთობა. მას აქვს ძალიან მაღალი მიმღებლობა, ყოველთვის აქებს მოზარდს, უპირობოდ იღებს, იწონებს მის შემოქმედებას, იწონებს მის მოსაზრებას და იაფი დოფამინი ვითარდება ამ დროს ორგანიზმში, თვითშეფასებას ამაღლებს, მაგრამ არ რჩება რესურსი აზროვნებისთვის, არ რჩება რესურსი კრეატივისთვის და დგება მიჯაჭვულობა, რაც რა თქმა უნდა ძალიან მტკივნეულად განიცდება. აი სოციალური მეცნიერების ფარგლებში ხშირია, როცა ტარდებოდა ხოლმე 90-იანებში კვლევები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური ფაქტორები მოზარდის განვითარებაში. მაგალითად, ასეთი კვლევა 90-იანებში ჩატარდა, რომელიც გულისხმობდა შიმპანზეს და ბავშვის ერთდროულად ერთ სივრცეში აღზრდას და იყო мотиваცია ასეთი, რომ მიაჩნდათ შიმპანზე ისწავლიდა თუ არა, ვთქვათ, დამატებით რესურსებს, მეტყველებას მაგალითად ან ჩვევებს ბავშვისგან. მაგრამ მოხდა ისე, რომ პირუკო ბავშვმა რეგრესი განიცადა. რისი თქმა მინდა ამით? თუ ადამიანი სოციალურ გარემოში არ ვითარდება, ის არ არის ადაპტური, ვერ უძლებს გამოწვევებს სოციუმისგან, არ იცის, ვთქვათ, დიპლომატიური კონტაქტები, ზომიერება საუბრის პროცესში, ემოციის გაზიარება და ემპათია, რაც მთავარია, ხო? რომ იგრძნოს, განიცადოს, თანაგანცდაში შევიდეს სხვა ადამიანებთან. ეს იწვევს იზოლაციას, იწვევს დეპრესიულ ფონს, კოგნიტურ
დისონანსებს ხშირ შემთხვევაში და ძალიან ხშირად მოგმართავენ ამ თემით. რეალურად ფსიქოთერაპიაში დღეს AI-ზე დამოკიდებულება არის გამოწვევა და საკმაოდ ინტენსიურია განსაკუთრებით ევროპის, ამერიკის ქვეყნებში. იცით რა მეინტერესებს, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულად AI-ზე დღევანდელ გადაცემაში, მაგრამ აქ უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად სოციალური ქსელები იწვევს ასევე დამოკიდებულებას, მათ შორის არის ერთ-ერთი გავრცელებული TikTok-ი, რომელიც არაერთმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, რომ აიკრძალოს და მოზარდებს არ ჰქონდეთ წვდომა მასთან დაკავშირებით, ასევე საფრანგეთმა სოციალური ქსელების გამოყენება 15 წლამდე ბავშვებს აუკრძალა რისკებიდან გამომდინარე და მაინტერესებს თქვენი აზრით, რაღაცნაირად საერთო ჯამში რა შევაჯამოთ და თან მინდა რომ რაღაცნაირად ნეგატიურ ჭრილში ვსაუბრობთ ჩვენ ამ თემაზე და პრობლემებზე, მაგრამ თან მინდა რომ ჩვენს მაყურებელს რაღაცეთ მივაწოდოთ გამომხნევებელი ინფორმაცია, რადგან ის არის კონკრეტული იარაღი და გააჩნიათ ჩვენ როგორ გამოვიყენებთ, თუ გავაკონტროლებთ, როგორც ჩვენ არ მხოლოდ მოზარდები მასთან ესე რომ ვთქვათ კომუნიკაციის ფორმას, ის ისეთ ზიანს ვერ მოგვაყენებს ჩვენ, ამიტომაც უნდა ვისწავლოთ მისი გამოყენება ჩვენ საკეთილდღეოდ. როდესაც ეშინიათ ხოლმე რობოტების, ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია უბრალოდ რაღაც გამოვთოთ და ის ვეღარ მოგვაყენებს ზიანს, იმიტომ რომ ეს ტექნოლოგია. ამიტომაც მინდა რომ რაღაცნაირად თქვენ მაყურებელი ცოტა გამხნევოთ და მოუწოდოთ მათ სწორი გამოყენებისკენ. არ მინდა გარკვეულწილად ფობიური ფონი შევქმნა, მაგრამ საჭიროა და ეს არის მიზანი. სიფრთხილე, ასე ვიტყოდი. ზომიერი მოხმარების პროცესში არც TikTok-ი, არც ნებისმიერი სოციალური ქსელი არ არის საშიში და ჩვენ ყველანი მას ვიყენებთ ყოველდღიურობაში კომუნიკაციისთვის, უკავშირისთვის, ადრე თუ იყო, ვთქვათ, სახლის ტელეფონები, რაღაც მსგავსი, ხო? ეხლა არც განიხილება მსგავსი დისტანცირება, ხო, რეალობისგან. ეს არის მოქნილი სწრაფი ეფექტური კომუნიკაცია, რაც ჩვენ ყველას გვჭირდება. რაც შეეხება მოზარდს, მოზარდისთვის ეს ფუნქციონალი არის თავისი პრეზენტაციის საშუალება, ხო? TikTok-ი ერთ-ერთი ისეთი სოციალური ქსელია, სადაც ადამიანს მარტივად შეუძლია გახდეს პოპულარული და აღიარება მოზარდისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომ იყოს დანახული სამყაროსგან. და როცა მე დანახული ვარ, როცა მე შემჩნეული ვარ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მოზარდისთვის. მაგრამ ასევე როცა დამოკიდებული ვარ ამ სოციალურ ქსელზე და ვერ მართავ ჩემ დროს, დროის მენეჯმენტის ფაქტორი გამირბის, ვერ ვახერხებ დასწავლას, ხო, ჩვენ ფოკუსში დღეს განათლებაა, ხო, დასწავლა და სხვადასხვა საკითხების გააზრება, გაცნობიერება. ეს რეალური პრობლემაა ნამდვილად. ზოგადად ერთი პრობლემაა შეიძლება ითქვას როგორც AI და ტექნოლოგიები ასევე სოციალური ქსელებიც. მაგრამ ამ შემთხვევაში ჭრილში და სხვადასხვა ფობიები და სინდრომები გაჩნდა აქ თუ პროფესიულად შევხედავთ ამას. აი მაგალითად ნომოფობია. რას ნიშნავს ეს სიტყვა, ხო? უცხო სიტყვა და ამას წინათ როცა ვახსენე, გაუცებული დარჩენ. ნომოფობია არის гаджеტის, მაგალითად AI-ს თუ AI-სთან დავაკავშირებ დაკარგვის შიში, რომ მე ვკარგავ წყაროს, საიდანაც ცნობადობას ავიმაღლებ, ან საიდანაც კომუნიკაციას შევძლებ ჩემ მეგობრებთან, ხო? მაგალითად ვიბრაციის განცდა, ხო? როდესაც მე მუდმივად აი ამ ვიბრაციის გარემოცვაში ვარ და კინესთეტიკურად განვიცდი, თითქოს ვიღაც მირეკავს, თითქოს რაღაც მესიჯი მომდის და განსაკუთრებით თუ ეს პირად ურთიერთობებზეა მიბმული, კიდევ უფრო ემოციურია და აი ყველას თქვენ გაგეღიმათ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, როცა შენ ზარს ელოდები, რომ ეს ზარი გაისმას შენს ტელეფონზე და ყველას გვეცნო ეს სიტუაცია. გეცნოთ ეს სიტუაცია. ასევე როცა კოგნიტურ უნარებზეა საუბარი, როცა მე ვთქვათ ვარ ჩაფლული ჩემს гаджеტში, ანუ AI-ს უკავშირდები, თითქოს გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ვარ და ეს გარე სამყაროსგან მოწყვეტილობა შემდგომ იზოლაციასაც იწვევს, ხო? თუ მე იზოლაციაში დავრჩები, ადამიანებთან კონტაქტს შევწყვეტ, ბუნებრივია ეს რეალურ პრობლემებს შექმნის და მაშინ როდესაც AI-ს ერთ-ერთ რობოტს კითხეს, რა არის შენთვის ყველაზე სევდიანი დღე? აი დაასახელე დღე, როცა შენ ყველაზე სევდიანი იყავი. მაშინ როცა მე გავაცნობიერე, რომ ვერ შევძლებ ვერავის შეყვარებას, ეს არის მისთვის, ასე ვთქვათ, ასე იგი კოლექტიური ცნობიერებისთვის, კოლექტიური მეხსიერებისთვის, როგორც AI-ისთვის დიდი გამოწვევა. რომ მან აღიქვა, რომ სიყვარული მნიშვნელოვანია, ხო და ეს ურთიერთობაში მოდის. აი ცოტა დროგ და ბევრი კითხვა იქნება მარიამს და ამიტომაც გადავიდეთ.
ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სოციალური ურთიერთობებს ვერ შეცვლის AI, თუმცა მაინც მოზარდები ყველაზე ხშირად მაინც AI-სთან ამყარებენ კომუნიკაციას. თქვენ როგორც ფსიქოთერაპევტი როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი, რომ AI-სთან უფრო მეტად გახსნილები არიან, არ უჭირთ ესე თქვა საკუთარ ემოციებზე საუბარი, თუ აი რატომ მიმართავენ მაინც და მაინც AI-ს, ესე თქვა სოციალური ურთიერთობების საპირწონედ. ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო კითხვისთვის. რატომ მიმართავენ AI-ს და იმიტომ რომ კარი ჩაკეტილია მშობელთან. პირველი ის რომ მშობელი არ არის ისეთი ცოდნით აღჭურვილი, როგორც AI და ეს ბუნებრივია, ის არის როგორც მრავალჯერ აღნიშნე კოლექტიური ცნობიერების მეხსიერების მატარებელი და ბუნებრივია რომ მშობელმა ყველა კითხვაზე პასუხი არ უნდა იცოდეს და ეს ავტომატურად ნორმად შეიძლება მივიჩნიოთ. მაგრამ თუ მშობელი კარს უყურავს შვილს კითხვებზე, რომელიც ველში ვრცელდება, მაგალითად ხშირია, როცა სექსუალობასთან დაკავშირებით აქვთ კითხვები, აქვთ პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით კითხვები, აქვთ გახსნილობასთან თუ რეპრეზენტატიულობასთან დაკავშირებით, რომ როგორ უნდა წარმოჩინდეს საზოგადოებაში ესა თუ ის მოზარდი, რა სჭირდება მას, რომ მიიპყროს საზოგადოების ყურადღება და მთავარი არის, რომ ვემეგობროთ ჩვენ შვილებს, არ დავსაჯოთ ყოველი კითხვის დასმის დროს. ეს პროცესი იწყება ზღაპრის კითხვიდან, ღრმა ბავშვობიდან და ვრცელდება ღრმა მოზარდობამდე, ხო, თითქმის ზრდასრულობამდე და ზრდასრულებსაც მშობლებთან კომუნიკაცია ნამდვილად არ გვაწყენს, რომ ის გამოცდილება, რეალური გამოცდილება, ცოცხალი გამოცდილება და კრეატივი გავაზიაროთ იმ ველში, რომელშიც ჩვენ ვართ. თუმცა ეს არ უნდა იყოს დირექტიული, ჭკუის მასწავლებლური, არამედ მოსმენით, იმიტომ რომ უნდა განსაზღვროთ, რომ ეს არის AI თაობა. ეს არ არის 90-იანი, თუნდაც 60-იანი, თუნდაც 2000-იანი თაობა. ჯენზის თაობა აბსოლუტურად განსხვავდება სხვა თაობებისგან ტემპით, ინტენსივობით, ინერციით, ემოციითაც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბევრად უფრო ფრიგიდულები არიან ვიდრე წინა პერიოდის ადამიანები. არ უნდა ჩვეული ემოციის გამოხატვას. იცით რა მეინტერესებს, აი როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რა უნდა იყოს მისთვის, ასე ვთქვათ, გამაფრთხილებელი სიგნალი უკვე, რომ ბავშვი არის უკვე პრობლემის ქვეშ და ეს არ არის უბრალოდ რაღაცა გართობა და ინტერესის დაკმაყოფილება და საჭიროა თუნდაც უკვე ფსიქოთერაპევტის ჩართულობა. თქვენ როგორც აღნიშნეთ, გაკითხავენ ამ პრობლემით და საკმაოდ აქტუალურია და ასევე აი აქვე დამეტებით კითხავთ, ხომ არ არის უმეტესობა ამ ბავშვების, ვინც ამ პრობლემით მოდის თქვენთან, ისეთები, რომლებსაც აკლიათ თუნდაც კომუნიკაცია საზოგადოებაში, თვით შეფასება აქვთ ასამაღლებელი, რაღაცა გარკვეული პრობლემის წინაშე არიან თუნდაც თანატოლებთან, სკოლაში ან ასე შემდეგ. პირველი ნიშანი ჩემს მოსაზრებით არის მიუთინგი, ხო, ჩუმდება ბავშვი. დუმდება, არ კონტაქტობს საზოგადოებასთან, ერიდება ბავშვებთან ურთიერთობას, არც სატელეფონო ქსელებში თუ Facebook-იდან სოციალური ქსელებით კონტაქტობს. ხშირია, როცა ქრება პროფილის სურათი, არ უნდა ხედავდეს საკუთარ თავს, არ მოსწონს საკუთარი სელფი, უარყოფს თავის შესაძლებლობებს. ხშირია, როცა ასევე თვითმოვლის რესურსები ირღვევა, მაგალითად, ჰიგიენური ნორმები, ძილის რეჟიმი ამორღვეული, კვებითი აშლილობები თუ ძალიან იმატებს ან თუ ძალიან იკლებს, ხო? თუ ბავშვი ძალიან კახექციურია, ან მეტად იმატებს და ამჩნევთ, რომ ესე იგი დაიწყო წონამ აქტიური მატება, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ როცა გაჯეთზე ასეა დამოკიდებული მოზარდი, ის მუდმივად მჯდომიარე ან წოლიარე პოზიციაშია. ამას არ ღვევს, რა თქმა უნდა, მხედველობის ნაწილიც ირღვევა ამ დროს, ძილის რეჟიმი ირღვევა, რაც აი, როდესაც ეს ვიტალური მოთხოვნილებები არის დარღვეული, ბევრი რამ, ასე ვთქვათ, დგება კითხვის ნიშნის ქვეშ და ამ დროს განკითხვის ნაცვლად უნდა ვესაუბროთ, უნდა ვთხოვოთ, უნდა დავიყოლიოთ თუნდაც ერთ თერაპიულ პროცესზე და
ამის შემდგომ იკლებს აგრესია, იმატებს ემოციური კონტაქტი. ნუ გაცვეთილია, მაგრამ ეს რჩევაც უნდა ითქვას, რომ აუცილებელია სპორტი და თქვა ჯანსაღი ყვება და ასე შემდეგ, რაც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა და აუცილებელია ყურადღება მიექცეს განსაკუთრებით ჰიგიენურ ფაქტორებს, იმიტომ რომ თვითზრუნვა იკლებს. თვითზრუნვის კონტექსტი როცა არის უკვე აქტუალურ ფაზაში, რომ ადამიანს ხედავთ, რომ არ არის მოწესრიგებული, მოზარდი არ თმა ჩამოშლილი, იფარავს სახეს, მალავს ხელებს, თვალებით ძირითადად იატაკისკენ არის მიპყრობილი. ანუ აქტიურ კონტაქტს არიდებს თვალს. მე ჩემს სტუდენტებს სულ ვეუბნები, რომ თუ დაინახავთ თქვენ ჯგუფში ზედმეტად მშვიდ, ზედმეტად წყნარ სტუდენტს, აუცილებლად მინდა კითხე უბრალოდ როგორ ხარ. და ესეც შეიძლება იყოს დამხმარე ადამიანისთვის, რომ ის მარტო არ არის ამ გარე სამყაროში და არ არის მიჯაჭვული რაღაც ტექნიკას, არამედ ცოცხალ ურთიერთობაშია ცოცხალ ადამიანებთან, რომელსაც ნდობა უნდა გამოუცხადოს. აი, რამდენი რთულია თერაპიული პროცესი ასეთ ადამიანებთან? დაახლოებით 2 წუთი გვაქვს. თერაპიული პროცესი ყოველთვის გამოწვევა, ყოველთვის არის დაკავშირებული გარკვეულ სირთულესთან, მაგრამ მე როგორც ფსიქოთერაპევტი ვცდილობ, რომ ვენდო უბრალოდ პროცესს და ვენდო იმ ცოდნას, რაც მაქვს, იმ გამოცდილებას, რაც ამ დრომდე დავაგროვე, მით უფრო როცა მოზარდთან არის დაკავშირებული პროცესი, შესაძლოა თერაპიულმა ურთიერთობამ საერთოდ შეცვალოს მისი ცხოვრება და რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს უკეთესობისკენ და მოზარდობაში გატარებული თერაპიული სესიები რადიკალურად ცვლის ადამიანის პიროვნებას, იმიტომ რომ ის თავის ძალებში არის დარწმუნებული და სწორედ ამას წინა ტრენინგზე ასეთი ინსპირაცია მქონდა, რომ უთხარი ჩემს სტუდენტებს ჩართეთ ტელეფონი, მოაბრუნეთ ეკრანი, დაინახეთ თქვენი თავი, ეს არის ადამიანი, ვისაც შეუძლია შეცვალოს სამყარო. და სწორედ ამ თვალით თუ მშობელიც შეხედავს და შეახედებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადამიანი მისთვის, რამდენად უნდა გქონდეს მას მშობლის იმედი. მშობელი არის გადამწყვეტი რგოლი. კი, სკოლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სკოლაში პირველ ადაპტაციას გადიან მოზარდები და ვეცადოთ რომ არ დავაკავოთ გაჯეტით, ვეცადოთ რომ ცოცხალი კონტაქტი შევთავაზოთ. აუცილებლად ჩაანაცვლებს მოზარდი, იმიტომ რომ მისთვის ზრდასრულის მიერ დანახული მისი პიროვნება უკვე საინტერესოა, რას ფიქრობს დედა, რას ფიქრობს მამა, რითია განსხვავებული ის ხვებისგან და განსხვავებული დედმამიშვილისგან, რაც მთავარია. ტყუპების შემთხვევაში ძალიან ხშირია ასეთი გამოწვევები, იმიტომ რომ მიიჩნევენ, რომ ერთიანად უნდა ეკონტაქტონ მოზარდებს, ერთიანად ერთ ქვაბში იხარშებიან ტყუპები. ამიტომ აუცილებლად თითოეული ბავშვი უნდა იყოს განცალკევებული, დამოუკიდებლად დანახული და დამოუკიდებლად აღქმული მშობლის მიერ. თუნდაც 5 წუთი გატარებული დრო დამოუკიდებლად თითოეულ შვილთან შეიძლება იყოს გადამრჩენელი და ჩამონაცვლებელი ნებისმიერი ტექნოლოგიური მიღწევის. მადლობა ძალიან დიდი, მაგდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო იყო განსაკუთრებით რუბრიკის ეს ნაწილი ჩვენი მაყურებლისთვის. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, სულ მზად ვარ და გამიხარდება ასეთ არაჩვეულებრივ სტუდიაში, არაჩვეულებრივ წამყვანებთან ურთიერთობა. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო იყო. განათლების რუბრიკა, რომელიც მარიამ მოკემ წარმოგვიდგინა.